Hoi საოცრებავ ხალხნო დადგა დღე, როდესაც დონალდ ტრამპის პირიდან ამოვიდა პოზიტიური სიტყვები ირაკლი კობახიძისადმი. თან ისეთ კონტექსტში ამოვიდა, რომ თვით აკაცუკების მთავარმა მედიამ გააზიარა. დღეს თქვენ ისეთი ვიდეო რეაქცია გექნებათ, ახლა ამ ყველაფერზე კომენტარები უნდა ვიკითხო. სადაც აი ამწრობის უმაღლესი ხარისხი და ილონ მასკის ფალკონებს რო არ აქვს და სტარშიპებს რო არ გამოსცემენ, ისეთი რაღაცები და ისეთი თეორიები ვიკითხეთ, ეგ ხალხი მე კონსპიროლოგს მეძახის. აი ამას შეგვიძლია ხალხო ჩვენ მივუძღვნათ ქართული სიმღერა. მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი, ძველ სიმღერებს შენ გიმღეროდი. დადგა დღე, როდესაც დონალდ ტრამპმა ჩვენ მოგვიხსენია პოზიტიურად. გავიდა ეგ დროც. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ. მეგობრებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გთხოვთ, მნიშვნელოვანია, გააზიარეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, შეგიძლიათ გამოვყეთ ასევე Instagram-ზე, სადაც ძალიან სახალისო და საინტერესო პოსტებს წერ ხოლმე პოლიტიკური, როგორც ფილოსოფიის, ასევე დღევანდელობის მხრივ და მოდი ხა ნემიდა ყველაზე მთავარი ამწვარი ერთი ადგილის რეიჯი გადავიღო, ანუ რეაქცია თუ იმ ხალხმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აკრიტიკებდა ხელისუფლებას იმაზე, რომ ანტიამერიკულ გზას ადგა, მაგათი რეაქციები მინდა ეხლა თქვენ განახოთ. გადავიდეთ. ეხლა პირველი, ეს ხო ძალიან საინტერესო განცხადება, ვინ არჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აშშ შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყოს. ეს რა თქმა უნდა, ეს მაჭავარიანმა გააკეთა ტრამპის ამ წერილზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა და არავის ფეიკი არ გეგონოთ, ეს ოფიციალურად არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე ატვირთული და ძალიან რაციონალური მიმართვა იყო, რომ ჩვენ ოპტიმიზმს რა თქმა უნდა ვინ არჩუნებთ, რომ ისინი ჩვენ როგორც პარტნიორებს ისე აღვქვამენ და არა როგორც მაგალითად აბსოლუტურად არაპროპორციულ კონტექსტში, როგორც ისინი რაღაც კოლონიალური დამოკიდებულება აქვს ჩვენისთანა ქვეყნებისადმი. ეხლა მინდა გამოვიხმაურო, სანამ კომენტარებზე გადავთ, მინდა შალვა ანათელაშვილის ამ განცხადებას გამოვიხმაურო. შალვა ანათელაშვილი არის ადამიანი, ანუ რომლის რეიტინგი არის აი მარიანის ღრმული, ხო იცით, დედამიწაზე არის ყველაზე ღრმა წერტილი. მაგაზე ღრმა, ანუ მაგაზე დაბლა არის შალვა ანათელაშვილი. ანუ მე როგორც იუთუბერი ამ წუთას, აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამ გამომწერებითა და ამ ნახვებით და იმით, 10ჯერ მაღლა მაქვს პოლიტიკური განცხადების სიმძიმე, ვიდრე ამ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ რა გიხარიათ თქვენ უბედურებო. ჯერ უბედურები რატო ვართ, ბატონო შალვა, რატო ვართ? საერთოდ არ ვართ უბედურები. ეს სტანდარტული ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით აი რაო ეს სტანდარტული ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მოელოცვაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერის გარდა სამი არსებობს, ბატონო შალვა, რომ აი ესეთი სახის ლინგვისტური შეცდომა არის ამ წინადადებაში, ძალიან ცუდად ხდება, საერთოდ ყურს. მაგრამ სანამ ეგ შალვა არ იმსახურებს ახლა მეტი დროის დათმობას, აქ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი აკაცუკები. და ზოგადად ის ადამიანები, რომლებიც არიან მთავარი არხის და ზოგადად ოპოზიციური ლიბერალური მეინსტრიმ მედიის, ესე ვთქვათ, მთავარი ესე ვთქვათ, ტროლ ფაბრიკა, მაგათი აზრი გვაინტერესებს ახლა ჩვენ ძალიან. ამიტომ ჩვენ რომ მაგათი აზრი ჩვენ გავიგოთ, ჩემო ძირფოსებო, უნდა მივმართოთ აი ამას, რომელსაც ახლა მე თქვენ განახებთ. 2 წამი დამაცადეთ. ხო, მოდი გავაგრძელოთ ახლა ეს ძალიან საინტერესო აზრები, ანუ ზოგი პოზიტიური, ზოგი უარყოფითი, მაგრამ ძალიან სასაცილოა და გაერთობით. რა ხალხი ხართ? მადლობას არ მოუხდის და არაფრად ჩააგდო. მოუხდის და ყველას ესე უხდისო. სასწაული ხალხი ხართ. თქვენი მოსაწონი საერთოდ რამე ხდება სამყაროში? ძალიან მაგარი პოინტია, მართლა მეც იგივე ვამბობ. კაის ამბობენ. არ ჯერათ, ცუდს ამბობენ, იმაზე აკრიტიკებენ, პროირანული და რაღაცა პრორუსული და იქაური და აქაური მთავრობა. სასაცილო. ეხლა ნახე მეორე. სტანდარტული სერიული პროტოკოლური მადლობა. როგორც არის მიღებული ყველგან ცივილურ გარემოში. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ესეთი მისი ყარა შინაარსობრივით აღწერილი წერილი პროტოკოლში მაინც გაგვითვალისწინეს და ხო, ძალიან დიდი მადლობა. ყველა წვილზე ავტომატური დიპლომატიური მორიგი რეაგირება. საქართველოს იქნება თუ ზიმბაბვე მნიშვნელობა არ აქვს. ხო. ტრამპმა სურვო თქვას, რომ საქართველოს ძალიან კარგად ვითარდება, ტრამპი მეორე დღეს გახდება ოლიგარქი. ხო, ნუ ძირითადად მაგაზია ხა, იმიტომ რომ ეხა ეს ყველაზე ოდნავ ადეკვატური კომენტარებია კიდე, თორე ისეთი უწმაწური სიტყვებით მოიხსენებენ ტრამპს უკვე რომ დაიბოღმნენ გამყიდველი აგენტურა ოპოზიცია.
ნაცანალებო, ეგ თქვენთვის ბოლო ლურსმანია თუ ბოლო სინა? ეს ანვაგარია. ნაცანალებო, ეგ თქვენთვის ბოლო სინა ლურსმანი. კაიო, საღო. W. მე ამ წერილის არ მჯერავს, ეგეც მორიგი ტყუილი იქნება. რა თქმა უნდა, ეს საერთოდ ორმაგი სტანდარტების ერთ-ერთი ნაწილია, რომ ანუ ყველაფერი რაც შენ არ გაწყობს, ყველაფერი AI-ის მიერ დაგენერირებული გონია, უბრალოდ მარტივად შეგიძლია გადაამოწმო საგრეო საქმეთა სამინისტრო საიტზე. ყობახა რუსია, რატო დათანხმდება ტრამპის გზურით იაროს რუს აინტერესებს ფული და სკამი, როდის იყო ოლიგარქია, ნათელ მომავალზე დემოკრატიაზე ზრუნავდა ტრამპა ააგდო შემოტრიალდეს დემოკრატიისკენ, მაგრამ პუტინი მისცემს უფლებას, ან თვითონ დათანხმდება ყობახას და ხიხო დემოკრატია, რომ უნდადეს ხელს არაფერი შეუშლდა. რამე გაიგე და აზრია. ეს რა ლინგვისტური გაუპატიურება ვერ ანუ ეს შინაარსი ვერ გამოვიტანე რა მოხდა. ანუ მართლა ვერ წავიკითხე. არ ვიცი. უბრალოდ ამ კომენტარის ავტორს ურჩევ, რომ დაალაგო შენ ლინგვისტურად გამართო საკუთარი აზრი, სანამ კრიტიკული ვინმეს მიმართ იქნება. მაგარია ჟღალი მიმინო ალბათ ეგ უნდა ითქვა, მოუთმნელად ველით აიათოლების მეგობრობასთან მისი თანამშრომლობის გაძლიერებას. აიათოლობასთან მეგობრობა რა არის? რომ ყაბელაშვილი იყო ჩასული დიპლომატიური ეტიკეტის თანახმად, ჩვენი მეზობალი ქვეყნის სულიერი ლიდერის პანაშვიდზე, ეგ არის მეგობრობა? აი ხოგამნი ამ ხალხს პოლიტიკა არა, ესენ პოლიტიკით ერთობიან ხალხო. ამათ ის პოლიტიკა არის, როგორც ოპენიერზე სიარული და რავი 35 ლარიანი კოქტეილების წრუპვა ეგონეთ პოლიტიკა, ეგ პოლიტიკა არ არის. ველოდებით რუსთაველზე ამერიკული დროშების ჭია კოკონობას. საღო. ეხლა ერთი წელი მოტყნავენ ტვინს კოცები ტრამპა წერილი გამოგვიგზავნო არა და პასუხებს მდივანი წერს მგონი და ეგეც სხვას ავალებს. და ეხლა ამ ჯორჯს რა გონია რომ ტრამპი ესე იღებს მობილურს და თვითონ წერს გამარჯობა ირაკლი როგორ ახარ ამას რომ დივანი ასრულებდა ეს ოდესმე რომელიმე შიგევროპელს წარმოდგენა ამის შესახებ ქონდა ანუ რატო ყავთ უმაღლესი სახელმწიფო დონის ფიგურებს დივანი რომ მე რო ვიყო ეხა სახელმწიფოს მაგალითად პრემიერ-მინისტრი დივანი დამიწერს პოსტებს ესე კი არ ჩავწერ ვიდეოებს და ან ტიპი ეგ არის ვითომ დატროლვა ან დაბალი ღობეა მაგის გამო დივანი უწერს დივანი წერს ხო ომის გამო ცხადე ერთი ტრამპი გამოდის საცერემონიო ფუნქციებს ასრულებს და დავალებას რომელიც მაგალითად თრუზე უნდა დაწეროს ან სოციალურ ქსელში ან X-ზე ყველაფერს დივანი აკეთებს კარგი ტროლებო ტრამპი ყობახიძის წერს უგზავნისოთ არჩევით ამ თვეში უხელფასოთ სწორია ყაველაშვილი ტრამპისაგან ცახცახებს იმიტომ რომ ბევრი იტირა ხამეინი აი ძალიან სასაცილოა გამეცინა მართლა სასაცილოა საღორო აი ეგ რო გონიათ რომ მიმებს რო აკეთებენ, ვითომ ყაველაშვილი რო ტირო და ხამეინის იმას აი ჯერ არ გიტყდებათ აი ეგეთი მდაბიო რაღაცეები, ის ვერ გავიგე. საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტზე რო ეგეთ რამეებს წერთ, რომ მე თავარმა დაწერა ესეთი პოსტი, რომ ისრაელის დაზვერვისთვის იყო ოქროს საბადო აიათოლა ალი ხემეინის დაკრძალვა, რა გიხარიათ? აი რა გიხარიათ? საკუთარ ქვეყანაზე რო ესე საუბრობთ და პოტენციური საომარი მოქმედების წინაშე რო აყენებთ? ეს არის უსამშობლოს ფაქტიური, ანუ ფაქტიური ოფიციალური დეფინიცია. მადლობის წერილი ბევრ ქვეყანას გაუგზავნო და ამაში არ არის ახლა ამერიკა რომ დემოკრატიული ქვეყანაა, თან დაწერა ველოდები თანამშრომლის გაძლიერებას, გამგებისწორად გაიგებს. მშვიდობა საქართველოს და ამერიკას. ყველას უგზავნის იგივე შინაარს და ვითომ ამით აკრინებული ხარ ყველას რო უგზავნის. აუ ამათ კიდეს უნდათ? ეგ გვინდოდა კი როცა აწყობთ კარგია ამერიკა როცა რა deep state-ი ვახჩლუნგები რა აი ეს არის ახლა კლასიკური დეფინიცია იმბეცილიზმის და რატო გეტყვით ეხლა უყურეთ deep state არის ღრმა სახელმწიფოს მოდელი ამერიკის შეერთებული შტატები არის სახელმწიფო მოდი უფრო მარტივად განვარტოთ deep state-ში როდესაც ბიძინა გამოვიდა და თქვა 2024 წლის მარტში რომ გლობალური ომის პარტია და deep state-ი ცდილობს საქართველოს ომის ჩართვას ეს იყო სწორედ მიმართული ბაიდენის ადმინისტრაციაზე ანუ ვინც მართავდა შეერთებულ შტატებს ტრამპის მოსვლამდე deep state-ი არის ღრმა სახელმწიფო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის მყარი ბიუროკრატია რომელიც მონაწილეობს დაწყებული ტრანსატლანტიკური კომპანიებიდან დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატების წარმოადგენელთა პალატებამდე და მათ მრჩეველებამდე როგორც იყო მაგალითად ბაიდენი რომელსაც ყავდა ოფიციალურად BlackRock-ის ყოფილი ფინანსისტები მრჩევლები რომელსაც უკრაინაში ომი დააწყებინეს და შემდგომ ტიპს ვერ გაურჩევია ამერიკა და deep state-ის ტერმინი აღარ მინდა ღრმად ჩავიდე და ეს ახლა ამას გონია რომ კრიტიკულ რაღაცას წერს და ამით ვინმეს დაცინის
აგე ტრამპმა და ხიხოს რუსული რეჟიმი აღიარა. ასეც იცის, როცა ჩაჭმული ხარ, ჩმორი მშიშარა 30-ზე გაიდოლე რუსულ რეჟიმს ვირთხასავით სოროში ემალები, როცა ღორევით ხლეფია ამ ქვეყნის უმრავლესობის ღირსება ბაქი-ბუქი, აი თქვენ პატრონს. აი ესეც რატო უნდა ქონდეს არჩევნებში მონაწილეობა არ მესმის ერთო. ავტომატურ რეპლაიზე უყენიათ. აუ დიდი ეჭვი მაქვს რუსთაველზე, აშიშის დროშები და აღარ ირბენენ. ანამდენი ფული რას ხარჯეს ტყუილად. გეთახვევი ბატონო დავითრისთვის ხარჯეს ტყუილად. ჯო ვილსონზე მძიმე მდგომარეობაშია გარბის ამერიკითა და მიდის ჩინეთში. დონ ტრამპ მრისხანე ამოუცროვე, მაგრამ ირანელებისთვის წარე ნაცნობია. სავარაუდოდ დღეს მერე კი კრემლის გრუზინთა საგონებელში ჩამგდებია. ესეც ვერ გავიგერა, რა თქვა. ზეიმია ხო საკოცეთში თამონა მეგრელიშვილი. რა ვიცი. ეხა აი ამის გაგრძელებას ამ მარაზმით აღარ ვაპირებ. უკვე გასაგებია დონე. ეხა მე სპეციალურად ამოვარჩი კიდე, რომ ტრამპს სხვა იმებში და ზოგადად ისეთი სიტყვებით მოიხსენებენ პოლიტიკოსებს, რომ არ იქნებოდა ჩემგან ლამაზი, რომ ეს მეჩვენებინა თქვენთვის. ხალხო, აი ხა მინდა ცოტა ხუმრობიდან და იქიდან გადმოვიდა რეალურად შევხედოთ. ხო, ეს არის პირველი მომენტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია ოფიციალურ დიპლომატიური საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით მიმართავს და აქვეყნებს ღია წერილს, სადაც თანამშრომლობის გაძლიერებას ვერით, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო აყვავილებს მშვიდობიან მომავლისკენ. რაც ნიშნავს ქართული ოცნების აღიარებას ტრამპისა და ამერიკის ამჟამინდელი მთავრობიდან. ეს გაკეთდა არჩევნებიდან დაახლოებით რამოდენიმე დღეში, როდესაც ეუთომ აღიარა, ეუთო ოდირმა და ეგენი ჩამოვიდნენ საქართველოში. ასევე მსოფლიო ბანკის ხშირად ჩამოდის მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმოადგენლები, რომელიც ავტომატურად ასევე ნიშნავს კანონიერ აღიარებას ხელისუფლების. ანუ მე მაინტერესებს, ანუ ის ხალხი, რომლებიც რუსთაველზეც განა და ამერიკის დროშებს და უკრაინის საფრინელებენ. ანუ მაგათ გონებაში სხვა ამერიკა არსებობს, სხვა ევროპა არის, სხვა ცივილიზაცია. იქნება არსებობს რაღაც მულტიპოლარული სამყარო, ან სპაიდერმენის მულტივერსი, სადაც მაგალითად სხვა ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგალითად კამალა ჰარისია პრეზიდენტი. ოკეი, მესმის, მაგრამ მე მინდა ხალხო რეალობის აღქმა დაუბრუნო მაგ ხალხს და უთხრა, რომ რეალურად რაც ხდება, ეს მათთვის არის სატირული. ანუ მართლა აგონიაში მყოფი სხეულის მდგომარეობა, როდესაც ისინი აღწერენ და ამბობენ, რომ აი ჯო ვილსონი ხშირად გამოდიოდა ამბობდა, აი მიწერე ჩამოაგდეთ ისაო რა ქვია ოლიგარქი ივანიშვილი. ამას ამბობდა ჯო ვილსონი, რომელიც არ ნულოვანი რეიტინგი აქვს თვითონ კონგრესში. საერთოდ აი ფიდიასია იმასაც კი უფრო მაღალი აქვს ევროპარლამენტარი რო ვიდრე მაგას. და ტაგერ კარსონს და მაგათ კიდე. ანუ ამ ყალბ გამოგონილ რეალობაში რო აცხოვრებთ თქვენს ამომრჩევლებსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მაქვს საუბარი. ანუ რა სელით 28 წელს არჩევნებიდან, ანუ მართლა მაინდა, აი 28 წელს რას პირდებით ხალხს. ხაზარაძე გაქცეული, ანუ არავინ არის ის მართლა ამომრჩეველი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო ერთ-ერთი, ვინც აირჩია, ეგ არ ვიცი. ჯერ მაგას რო აირჩევ, ხო, ეგ ცალკე პრობლემაა. არავინ არის ის სად არის? გახარია არ აღიარებდა ხელისუფლებას და შევიდა პარლამენტში და უზის და დღეს გამოუვარდნენ მოქალაქეები და დაცხეს შუახებში შეხვედრა რო ქონდათ. გვარამია. რა თქვა გვარამია ბოლოს უკრაინაო. უკრაინაში მილიარდები ჩაიდება და საქართველოს საერთოდ არაფერი არ იქნებაო. ანუ ტრაგიკომედიაც არ ქვია დღემდე. აი თში ოპოზიცია კიდე პრაიმში იყო, კიდე აემში ევროპულ აქციებამდე ვიტყვი კიდე რა რაღაც ალა ქონდათ. ანუ დღეს ისეთი ტრაგიკომედია ხალხნო, ანუ აქტიური ამომრჩეველის მათი რიცხვის, ანუ ჩვეულებრივად, ანუ აი ეგ ხალხი არის უბრალოდ გადაგდებული. მათ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. რომლებსაც მოიქცნენ ყველაზე უპატივცემულოდ რაც კი არსებობს. წარმოიდგინე ვიღაცამ მიცა ხმა მაგალითად კოლექტიურ ნაცმოძრაობას, საუბარი მაქვს გახარიის პარტიას, იმას დროა კიდე ახალი პარლამენტში არ შევიდნენ. ანუ გახარიას ხელფასები მომუნდათ, გახარია გაიქცა პაბექშია გერმანიაში, ამათ ხელფასები მომუნდათ, ეხლა შევიდნენ პარლამენტში. ბიჭო, თუ არა ანუ ხმას გაძლევს ვიღაცა. მესმის რომ ძალიან ესიზღებათ ეს მთავრობა, მესმის. უბრალოდ სიძულისო დაბრამავებული ყავს, იმიტომ ეგონათ აქამდე რომ ტრამპი მოვიდოდა და ეხლა ხვალ ობიძინას დაასანქცირებს, ოზეგიმას დაასანქცირებს, რაღაც აპრებში ცხოვრობდნენ, აი რაღაც ფუტლი არის, რაღაც გამოგონილ რეალობაში. მოვიდა, აბსოლუტურად სხვა რაღაც ხდება. აი ეხლა რა ხასიათზე ხართ, მაინტერესებს. ბიჭო, ბოლო 4 თვის განმავლობაში ვუყურებ ქართული ოცნების დებატებს იმაზე როგორც იმეძე და რუსთავიორზეც გონი, ხო, რუსთავიორზე. ბიჭო, კობახიძე
აი გადაიხია მთელი ოპოზიცია. მარტო კობახიძემ. ქალბატონი მარიამ ქრუიშვილი გოგო არის მაინც და ძალიან ელეგანტური არისტოკრატული ისენი აქვს ოქროს საუბრის მანერა და დალაგებული ადამიანია და რაღაც დემაგოგიას რო ოპოზიცია საუბრობს არ ყვება ამ ყველაფერში. კობახიძე მე რაც უყურე გადაიხია მთელი ოპოზიცია დებატებში. ფაქტებით, სტატისტიკითა და ემპირიული არგუმენტებით. ადრე იყო 24 შოდესაც ვერ ბედავდა და აგერ ფორმულაში მოდი დაჯექიო და არ დაჯე მე იმედზე დაიბარი იმედში არ მიდივარ სანქცირებული ძმა და რაღაც ეგეთი კრინჯული არგუმენტები ანუ ჩაულებრივად ანუ მთელი ამ დროის განმავლობაში ან ამდენი წელი გავიდა 20-24-ის ოქტომბრიდან დღემდე ხო 2 წელი დაახლოებით მთელი ეს დრო მიმტკიცებენ რომ ოცნება არის ცუდი მთელი ეს დრო აბსოლუტურად საპირისპიროს ხედავ მთელი ეს დრო აბსოლუტურად ოპოზიცია ტოტალურად გაბანძდა ეგერთი დაკარგა ამომრჩეველი და მოიქცა ძალიან უპატივცემულოდ, ოდესაც პარლამენტში არ შევიდა. მესამე. ამტკიცებენ, რომ გაყალბებულია დღემდე არც ერთი ოქმი არ არის აღსრული და არც ერთი არ არის ჰაგას გადაცემული. მეოთხე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთელი ეს დრო ხო იმას ამბობენ, ხა ყაველაშვილიო, ფეხბურთელიო, სიტის ფეხბურთელი როგორ პრეზიდენტიო, როგორ შეიძლება სპორტში იყვნენ, პოლიტიკაში სპორტსმენები იყვნენ და ამ დროს დიპლომატი რომელიც იყო საკუთარი მეურნეობით ზურაბიშვილზე მაქვს საუბარი ქვეყანას ღალატობდა ჩაულებრივად შეკრული იყო საფრანგეთის საელჩოებთან და იმათ რა ქვია საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას და რავი 1000 ბაბლა რო გეკითხა დიპლომატი იყო რა ანუ კარიერულად და ყავილაშვილს ერთი რამე არ შეშლია მთელი ამ დროის განმავლობაში ანუ ამ გამოგონილ ტყუილებში ხალხო სანამდე აი ამომრჩეველებო იმათ აღარ მიმართავკაც ისინი მართლა გადადებულები არიან ოპოზიცია ბიჭო აი ამომრჩეველს ბაზარი არა კაი არ გევასებათ არავინ არ აი ეს ქვეყანა არ არის მართლა რუსეთი რომ ვიღაცა ავტომატით სახში გადგებოდეს რატო არ გევასება კობახიძე ანუ მე კაცო თქვენი ოფოფებია თქვენი ყავით აი ამომრჩეველებო მოგმართავთ ოპოზიციის ვინებიც ხართ ლიბერალები ზოგი ისეთები ბიჭო არ გიტყდებათ ის ფაქტი რომ ფეხებზე კიდი ხართ თქვენ პარტიებს აი ვისაც ხმა მიეცით აი უბრალოდ არ აინტერესებთ თქვენი ხმა რომ კარი გადაგდებული ნაკავშირა მავნებლობა ხო არის რომ გიმტკიცებდნენ ტრამპი მოვა და დაიჭერს უყველა სოდა საქართველოსო ირანის გზას დაადგება მავნებლობა ხო არის ხო ხვდებით ამ ყველაფერს თქვენ აი რას აპირებთ მართლა ძალიან მაინტერესებს ამის მერე მე ვიცი რასაც ვაპირებ მთელი ეს დრო ვიყავი სიმართლის ხარეზე და სიმართლის ხარეზე დგომას გავაგზავნე ბოლომდე ბრმა არ ვარ და არ ვარ მოდებს აყოლილი ექციაზე გავალ ხა და ტიკტოკერი ფოქსი ელენიკოს გვერდზე დავდგები ხა იმიტომ რომ ფოქსი ელენიკო მარი ფიქრობს რამე ფეხებზე მყიდია ფოქსი ელენიკო რას ფიქრებს ფეხებზე მყიდია უბრალოდ იმიტომ რომ დამოუკიდებელი აზრისა და უნარის გამოტანის საშუალება მაქვს მე მადლობა ღმერთს არ ვიცი ხალხო მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გულისყურითა და მეგობრულად და ძმაკაცურად და როგორც ბლოგერი, როგორც პიროვნება, როგორც თქვენი ქვეყნის მოქალაქე, თქვენი ძმა, თქვენი და, რავი, ბევრი თქვენი შინაური მოგმართავ და გეუბნებით, რომ მე არ ვახვევ არავის ხა ჩემ აზრს, მე ვინც მე ვასება ეგევასებოდეთ. მე გეუბნებით, რომ ობიექტური აზროვნების უნარი დაიბრუნეთ. და მიხვდით რეალურად. რასაც გაბოლებენ მთელი ამ დროის განმავლობაში, ყველაფერი ტყუილი. და ვიღაცებს რომ კობახიძე პიროვნულად არ ევასებათ, ეგ ამე ღიზიანებელი ლაპერაკი, ეგ თმა არ მომწონს რამე, ეგ არ არის პოლიტიკური აზრი, ეგ არის საბანძეთი. გამიგეთ? ამიტომ გონებას მოუხმეთ. ისწავლეთ ზრდილობა კიდევ ერთხელ, რაც ამთავარი, რაც ამ პირს ეშლება. და აკონტროლეთ საკუთარი თავი. და პოლიტიკის გაცნობა თუ გინდათ პოლიტიკაში ჩემსავი დილ და საყოველე სტატიები იკითხეთ და შეადარეთ ერთმანეთს და ოპენიერიდან უგადმოდიხარ და რუსთაველზე და ნუგონიათ მაკიაველები და თომას ჰობსები საკუთარი თავი პოლიტიკა თუ არ გაინტერესებს პოლიტიკა გასართობი თემა აქ არა იმიტომ რომ პოლიტიკაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დღეს გამიგე და ამაზე პასუხისგებელი ქართველი ხალხია და ქართულ ხალხს უნდა ვასწავლით ვინ უნდა აირჩიოს და სწორი არჩევანის გააკეთეს 2024-ში. გადუმებულები რო იყავით ყველანი და განზი და იმერ შემეხოს არავინ ახლა. არჩე რა, მოკლედ ვიტყვი ხალხო რომ საქართველოს ძალიან სწორ გზას ადგას ამ წუთას. ყველაფერი კარგად იქნება. ერთ დღეში ქვეყანა არაშენებულა, ნელ-ნელა ერთმანეთს გვერდში დაუდგოთ, ცოტა აზრზე მოვიდეთ. სილას მე შემოვარტყავ საკუთარ თავს და ცნობიერებაში ბევრს გვაქვს შემოსარტყმელი რომ ცოტა ეშმაკების ბუდე დაგვენგრეს გონებაში და საღაც შევხედოთ მომავალს რა. ძალიან გთხოვთ, პოლიტიკა თუ გაინტერესებთ,
იქონიეთ ტენდენციური განათლებისა და ტენდენციური აზროვნების უნარი და ნუაყვებით იმ რაღაც ფოქსიელენიკოებს და იქ რაღაცა ვაიმე გვარუშსებენ ბრაჩელიაბინსკეტა და ძალიან გთხოვთ რა სასაცილოა გვეცინება ვღადავთ აგერ ხო ხედავთ ნახევარზე მეტი იუმორისტული იყო ეს ყველაფერი იმიტომ სერიოზულად როგორ შევაფასო ეგეთი ცოტა გადატრიალებული ადამიანი რავი თუ ჩემს პათოს იზიარებთ და ყველაფერი ნორმალურია თქვენთან მადლობა თქვენ რომ იყურებთ მადლობა ყველანაირი ლაიქისთვის ყველანაირი გაზიარებისთვის ხარდაჭერისთვის ვიყვარხართ გაფასებთ და ჩვენ ბრძოლობთ არა პარტიისთვის, ჩვენ ბრძოლობთ საქართველოსთვის. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის ნებისმიერი ქართველის დღის წესრიგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მუშაობს საქართველოსთვის და არავის არაბიზეს ხისთვის. დროებით.